ან მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ თამარ ბაგრა იონი და მოგესალმებით ჩემი ჰილდედან. ჰილდე არის ჩვენი საცხოვრებელი მანქანა მეგობრებო და ამიტომ მინდა დაგპატიჟოთ ყველა, რომ გაგაცნოთ თუ რა ხდება აქ. დაპატიჟებულია ყველა და შემოგზანდით ცოტა ხნით ძალიან ბევრს აინტერესებს უკვე მარინოს გაგაცნობთ ჩემს მეუღლეს. გამარჯობა. როგორ ხართ? გირამშვიდობისა. ეს ულვაში ხო, აი ჩემი მეუღლეს ძალიან მაგარი წვერი აქვს, მიყვარს ჩემი მეუღლის წვერი. ხო, ეს აქ ერთი ულვაში გაკეთება, ესე აკეთებ ხოლმე. მარინოს შენი თავი გააცანი ხალხს. ან მე გავაცნობ კიდე? დოქტორ მარინოს გეფარტი არის საქართველოს ყველაზე მოთხოვნადი რესურსების მენეჯერი. ესე იგი, წარმოადგენს გერმანელი მოსახლის პიროვნებას, უბრალოდ გერმანელია, ესე მოკლედ რო ვთქვათ. გერმანიის სახელმწიფოს მოსახლეა, ხო? მოსახლე ხარ, ხო? გერმანიის სახელმწიფოს. მოსახლე რა არის? აინბონა? ხო. არა. აქაური მოსახლე ვარ. აქაური მოსახლე ხარ? გერმანიაში აცხოვრობ, აქ ცხოვრობ. ჩაწერილი ხარ საქართველოში? ხო, მაგრამ გერმანელი ვარ. ხო. თავიდან, დაბადებიდან გერმანელი ვარ. დაბადებიდან გერმანელი ხარ. ყავს მეგობრებო 3 შვილი. თამარ გეფარტისგან და ცხოვრობს საქართველოში, ასურეთში, კერძოდ ასურეთში, ხო ესეა? ხო. მუშაობს თბილისში. კი. პროფესორი, მასწავლებელი და რესურსების მენეჯმენტი. საძოვრების ადგენის სპეციალისტი. საძოვრების აღდგენის სპეციალისტი. მარინოს მითხარით, როგორ მოგწონთ თამარ გეფარტთან ერთად ცხოვრება? ეს არის როგორც ტორნადო. ტორნადო. მართლა? ძალიან საინტერესოა. გააგრძელეთ. აი როდის ჩვენ ქონდა ეს საუბარი ხო ინტერნეტიდან, აი რომ რაღაცა იყო ხოლმე ქარი. ქარი? ქარი იყო. მე ქარია. ხო, მე ვიხავით იქ ბოტანიკური ბაღში, ხო? და იქ როცა ჩვენ ქონდა საუბარი ტელეფონზე, რაღაცა ქარი იყო ხოლმე. ქარი იყო. ქარი, ხო. მაგარი ქარი, როგორიც ის თბილისში. მაგრამ მარტო ამ მომენტში რომ ჩვენ ქონდა საუბარი იყო ქარი. და მე მგონი შენ ხარ როგორც ქარი რა, აი ქარიც ვარ და ქალიც ვარ და ტორნადოც ვარ. ორი ნადო. ტორნადო, ხანდახან ნიავი. ნიავი, რა კარგი რაღაც სიტყვა მოიგონე, ავიც და ნიც. კარგი ნიავი, ხანდახან ნიავი. და ეგეთი ხან ეს, ხან ის. კიდე რა ვარ? ხანდახან საყვარელი ხარ, ხანდახან გიში ხარ. ხო, ხანძულული ხანყვარული ქვია მაგას შემოკარგო. ეგრე კი არ არის, ბებია ჩემის სიტყვები უნდა გასწავლო. ჟენიასი. ჟენია ბებია ესე იძახდა ხოლმე ხშირად. ხანძულული ხანყვარული. მეც ვიყავი შენისანა. ხანძულული? ხანძულული, ანუ ძულული არის რომ ძულს. ჰას. ხანყვარული რომ გიყვარს. ხო და მეც ვიყავი შენისთანა, შენც გახდები ჩემისთანაო, ამბობდა ბებია ჩემი. საინტერესოდ. რა ჭკვიანი ქალი იყო ბებია. ძალიან ჭკვიანი ქალი იყო. იცით რატო? იცი რატო იყო ჭკვიანი ქალი? გითხრა? ფუთიეთიდან იყო? არა, იმერეთიდან.
ესე იგი ყველას იმერელები ჩვიანები არიან თუ აბა ძალიან ჭკენები არიან არა მე მგონი არა ჩვიანები რა თქმა უნდა არიან მაგრამ ჰუმორი იუმორიანი ხალხია ხო ძალიან იუმორიანი იყო ბებია ჩემი ნამდვილად გეთახმები მე კი მეგობრებო ძალიან ნელი ვარ რაჭველი ვარ რაჩუელი ვარ გესმით ჩუელი ანუ ჭუელი თვითონ ეს ელებთან მივდივართ რაჭველებთან როცა ვამბობთ ხო იმერელი ელთან მივედით ეხა მივედით რაჩუელთან ჭუელთან თუ ჯუელთან რა ვიცი რა ჯუელი საინტერესოა ჯუელთან მივდივართ ისე ამ სიტყვის გამოთქვი რა ჩუელი ან რა ჯუელი ან რა ჭუელი ფუძე ამ სიტყვის გამოსაკვლევი გვაქვს საიდან მოდის და როგორ მოდის რაჭველი მე ვფიქრობ რომ ეს ჯუელი არის რა ჯუელი უნდა იყოს და არა რა ჩუელი იმიტომ რომ ვართ სატან ჯუელში ხო სატან ჯუელი არსებობს სიტყვა ესე ვ გადაკეთდა მეგობრებო მე შეიცვალა ფორმა თორე ადრე ამბობდნენ ანუ უ იყო ვ იყო უ ანუ რაჭუელი ერქვა და არა რაჩველი ხო ეხლა რაც შეეხება სიტყვების აღდგენას მეგობრებო ამას განვიხილავთ ჩვენ სიდონში და სხვათა შორის ძველ ნაწერებში ესე იგი მე-18 საუკუნის ნაწერებში ხდება ასეთი რამ მე-18-19 საუკუნის ნაწერებში თვის სიტყვები აი მაგალითად დეკემბერი ჩვენ ვამბობთ დეკემბერი ხო სექტემბერი ოქტომბერი ნახეთ იქ როგორ არის მოხსენიებული და არაერთხელ მრავალჯერ ყველგან სადაც წერია და მისი ფუძე არის ფუძე კი არა და მისი ნამდვილი სიტყვა და გამოთქმა არის სექტემბერი ოქტომბერი ანუ ნახე ჩვენ ქ-ად გადავაკეთეთ მერე და დ გადავაკეთეთ ტ-თ იმიტომ რომ ну ვინც წერა კითხვა არ იცოდა ესე ესმოდა რომ სექტემბერი ოქტომბერი და თურმე იწერებოდა ასე სექტემბერი ოქტომბერი მაგას მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ დომბერი სხვა რამეა და ტომბერი სხვა რამეა გესმით მარინუს გამიხარდა შენი დანახვაო ირაკლი ხიჯაკაძე წერს იცნობ ირაკლი ხიჯაკაძე ირაკლი გამარჯობა ირაკლი როგორ ახარ რა კარგად სად ახარ კიდე უკრაინაში ხარ ხო მოგწერს არ ვიცი ახლა დროს ჭირდება სანამ მოგწერს რა მაგარია იცი ვინ არის ირაკლი არ ვიცი ვინ არის ირაკლი ფოთიდან არის ფოთი სად ვიხავით ერთად ფოთიდან მე ვიცნობ ხო თუ არ ვიცნობ მე მგონი იყო ხო ან მათო ძმა იყო არ ვიცი ჩვენ რო ვიხავით ერთად ხო ეს ირაკლი იყო თუ არ იყო მაშინ ნიკოლოზ ორსულად რო ვიყავი კი იყო ვიცნობ ხო და გამარჯობა ირაკლი როგორ ხარ და პატარა იაკო ნიკოლოზ პატარა ნიკოლოზი იყო ვერო ვითხრა შენ ისეთი საყვარელი ხარ როგორ არ უნდა უყვარდი ადამიანს არა როგორ არ უნდა შეჯამე როგორ არ უნდა შეგჯამო მაგრამ არ მახსოვს თუ ირაკლი იყო მან თუ არა არ მახსოვს ირაკლი იყო კი ირაკლი იყო გამარჯობა ირაკლი როგორ ხარ გაუმარჯოს რამდენი წელი გავიდა უკვე 9 წლის არის ჩემი ბიჭი Ich habe ihm immer geschrieben aber er antwortet წელი გავიდა Skype-ში მოგწერე მაგრამ შენ ვერ პასუხებ ხოლმე ხო გახსოვს შენ ძმისშვილი ისე საყვარელი იყო შენ ისეთი საყვარელი ხარ როგორ არ უნდა შეგჭამოს კაცმაო თუ როგორ არ უნდა შეგჭამო ისე საყვარელი 2 წლის ბავშვია თუ 3 წლის ბავშვია ესეთი რაღაც როგორ უნდა მოიფიქროს რომ უთხრას ადამიანს ბავშვები ხედავენ სინათლეს და აი ეს დაპროგრამებული ხალხი ვეღარ ხედავს უკვე სინათლეს ბაბუს საყვარელი შვილიშვილი ხო ნათელში იყოს ჩვენი გოგა ნათელში იყოს მეც ძალიან მეწყინა რომ გავიგე გარდაცვალება მისი ღმერთო რა ვიცი იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო ხო არის დათქვამი ხო და ესია მეგობრებო ესია შალვა მუმლაძე წერს რუსული აქცენტი არისო ოქტომბერი რომელია რუსული აქცენტი აბა მითხარით მე
მე რუსული აქცენტი მაქვს. არა, სექტემბერი და ოქტომბერი. საინტერესოა ისე, შეიძლება არის რუსული აქცენტი, მაგრამ ზემოკლეხში უნდა ყოფილიყო რუსი. სხვათა შორის რუსული ჩანაწერი არსებობს კი. რუსული ჩანაწერიც არსებობს. ეხლა ვინ წერდა ამას? სექტემბერი, ოქტომბერი, ვინ წერდა ჯვარს სხვათა შორის ამბროლაურის რაიონში, მთავარანგელოზის ეკლესიაში, ხო? თურმე მეგობრებო, მღვდელი ნასრაძე, ანუ ჩემი ნათესავი, ვიღაც შორეული, ადრეული წინაპარი, წერდა ხალხს ჯვარს, ეს იყო მღვდელი ნასრაძე, თეოდორი ნასრაძე. ხო და ესე იგი ამბროლაურის რაიონში ვინსაც კი ჯვარი დაუწერია მაღლა ზემოთ მთავარანგელოზის ეკლესიაში, ჩანაწერები მისი არსებობს ჩემი ნათესავი წინაპარი თეოდორ ნასრაძისგან. ანუ თვითონ ჩემი წინაპრები იყვნენ ნასრას ძეები. ხო და ვინ იყო ეს ნასრა, უკვე მოგიყევით. ეს ნასრა უბრალოდ ეხლა საინტერესო ის არის მეგობრებო, რომ წყვეტა არის 1940 წლიდან ჩანაწერები, პრინციპში 1940 წლიდან კი არა, ჩანაწერები იწყება 1819 წლიდან. მის წინ ჩანაწერები უკვე მოიძიება მხოლოდ მეფის კარზე. აი მაგალითად ქართლის ცხოვრებაში შეგვიძლია მოვქეკოთ. მაგრამ ჩვენი წინაპრების გამოკვლევა თუ გვინდა გენეალოგია. გენეალოგია არის თუ გენეალოგია, ეგეც სადაო თემაა, იმიტომ რომ მე ჩემთან რეზონირდება გენეალოგია სიტყვა და სიტყვა დაფუძნებულია როგორც გენეალოგია. ალოგია და ოლოგია სხვადასხვა რამეებია და ეს ამას გამოძიება სჭირდება და მაგასაც გავაკეთებ. ჩემთან უფრო ეს სიტყვა გენეალოგია რეზონირდა. და გენეალოგიასთან დაკავშირებით არ არსებობს ინფორმაცია, თუმცა გენეალოგიასთან დაკავშირებით არის ხის აღდგენა, მოკლედ საგვარეულო ხის აღდგენა და ასე შემდეგ, რაზეც ახლა ვმუშაობ მე. როგორც ვიცით, ჩვენს არქივში, ეროვნულ არქივში 1819 წლიდან ზემოთ, ანუ 1819 წლიდან ჩვენამდე არის ინფორმაცია. მანამდე ინფორმაცია არ მოიძიება. სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ თუ კი 1818 წლიდან ჩანაწერები არსებობდა და მღვდლები ამას აკეთებდნენ, მანამდეც იყო ჩანაწერები, თუმცა ამას არ გვიჩენენ. რატომ არ გვიჩენენ? ეს უკვე მე ვარაუდის სახით ვიცი, მაგრამ ჯერ არ გავაჟღერებ, რადგან დარწმუნება მჭირდება ამაში. და როდესაც დავრწმუნდები, უკვე გეტყვით, რომ აი ამას ვგულისხმობ, რატომ არ აჩენენ ამა და ამ ინფორმაციებს. გარდა ამისა, აი როდესაც უკვე რუსები შემოდიან და საქართველოს იპყრობენ, იქ ყველაფერის გადაწერა ხდება და ისე როგორც მათ სურთ. ხო, სამწუხაროდ. რუსული ზეგავლენაა კი მართალი ხარ, ირაკლი. ისა ირაკლი კი არა და უკაცრავად ეს დაწერა უკვე შალვამ. რაც შეეხება იმ საკითხებს, თუ როგორ შეგვიძლია დავაკავშიროთ გენეალოგია, როგორ გამოვიკვლიოთ და როგორ დავწმუნდეთ, ვინ ვართ. არსებობს ესეთი გამოკვლევა ჰაპლოჯგუფების, ხო? ეს ჰაპლოჯგუფები არის დაყოფილი წარმოშობით, აი მაგალითად მოდიან ძირითადად წარმომავლობა საიდანაც არის და მრავალი უმრავლესი ამ ჰაპლოჯგუფის წარმომადგენელი სადაც ფიქსირდება, იმას მიაწერენ, რომ აი ეს არის კავკასიელი, ის მაგალითად აზიელი, ის მაგალითად აფრიკელი და ასე შემდეგ. ნუ რაღაც მაგაში ჯერ არ ვარ გარკვეული კარგად, მაგრამ საქართველოში ძირითადად ფიქსირდებიან G2A-ს წარმომადგენლები, ხო? ძირითადად. და აქედან დასკვნა დაიდო, რომ ესენი არიან G2A-ლის წარმომადგენლები, ესენი არიან როგორც ბაგრატიონები მაგალითად. თუმცა ეგეც სადაოა, რადგან ბაგრატოვანთა სისხლის, საგვარეულოს, საძვალეულოს
ისტორია ასეთია, რომ როდესაც ხდება საქართველოს დაპყრობა, სამეფო კარის საძვალეები იძარცვება და ის საძვალეები ჩანაცვლდება ვიღაცეების, ვისაც აწყობდათ ამ საძვალეებში მათი გენეტიკის დაფიქსირება, ვინ არიან ესენი არ ვიცი. მაგრამ არის ესეთი ინფორმაცია, რომ ბაგრატოვანთა საძვალეულო არის გამოცვლილი. მხოლოდ ერთადერთი საგვარეულო, რომელიც არ არის გამოცვლილი და შეიძლება ბაგრატოვანთა გენის დეფინიცია მოხდეს და მისი დამტკიცება მოხდეს, ეს არის თამარ მეფის აკლდამის. იმიტომ რომ ვიცით, რომ თამარ მეფის აკლდამა არ გაძარცვულა. ის არის დღემდე შემონახული. როდესაც თამარ მეფის აკლდამა გაიხსნება და მისი გენეტიკა გამოიკვლევა, ამით დასტურდება, ამით ფიქსირდება უკვე და ამით შეგვიძლია ზუსტი 100%-იანი პასუხი გქონდეს თუ რომელი არიან ბაგრატოვანთა გენის და გენი ბაგრატოვანთა როგორ გამოიყურება. აი ეს არის ჩემი პირადი მისია, თუ რატომ მინდა თამარ მეფის აკლდამის გახსნა ერთ-ერთი იმ ინტერესთა შორის, რომელიც ჩემს ინტერესებში არის. მაგალითად, რატომ მინდა თამარ მეფის აკლდამის გახსნა? ერთი არის ის, რომ პირველ რიგში გავიგოთ ბაგრატოვანთა გენი როგორ გამოიყურება ფურცელზე. მეორე ის, რომ თამარ მეფის გენეტიკა ემთხვევა თუ არა ჩემს გენეტიკას, ეგ ყველაზე დიდი ინტერესია ჩემი, რომ იცოდეთ. და მესამე, მოხდება თუ არა ამით აღდგომა. აი ამ საკითხით. 4 რამ არის ძირითადი. და იქ კიდე ნიუანსებია, რომელიც არის იქ თქმულებების მიხედვით, აქ ინახება წიგნი, პირველი ბიბლია ქართულ ენაზე დაწერილი ასომთავრულ ენაზე. ეს ჩემი კიდევ ერთ-ერთი ინტერესი არის, რომელიც ამ აკლდამასთან მაკავშირებს და ამ საკითხებზე მეგობრებო მუშაობ და რა თქმა უნდა ეს ღვთისნებით მოხდება და არა ჩემი ნებით მეგობრებო. ან ორივეს ნებით, ნება უნდა იყოს შენი და ასევე ემთხვეოდეს ღვთის ნებას, რომ გაიღოს თამარ მეფის აკლდამა. ჩემი ნება არის, რომ გაიღოს თამარ მეფის აკლდამა. ეს 100%-ით ვიცი, რომ ჩემი ნება არის. არის თუ არა ღვთის ნება, ამას დავინახავთ და გაიხსნება აკლდამა, ესე იგი ღვთის ნებაც ყოფილა. თუ ღმერთის ანუ ღვთის ნება და ჩემი ნება ემთხვევა ერთმანეთს, აქ უკვე პოზიტიურია საკითხები. ის არის, რომ ყველაფერი თავისით მოხდება, რა თქმა უნდა, ხელის განძრევით. ხო, ესე არ არის, რომ ვზივარ სახში და აბა მოდით ეხლა ჩემთან და გავაღოთ თამარ მეფის აკლდამა. არა, მეგობრებო, მე ვშრომობ ამაზე, რომ ასევე მტკიცებულებებით, ასევე ხალხის გაცნობით, ასევე იმ ხალხის დარწმუნებით, იმ ხალხის ინფორმაციის მიწოდებით მოხდეს ეს საკითხი და გაიხსნეს თამარ მეფის აკლდამა. გესმით მეგობრებო? ასე რომ ჩვენ აუცილებლად გავიგებთ, არის თუ არა უფლის ნება, გაიხსნება თუ არა თამარ მეფის აკლდამა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ნება ჩემი არის. უნდა იყოს ასევე თამარ მეფის nebაც და უნდა იყოს ღვთის nebაც. აქ უკვე სამი საკითხია კომპონენტი შერეული ერთმანეთში, სამება. ხო, ნუ სამება, 3 ვაბი ვართ თუ 4 ვაბი ვართ, მაგას მნიშვნელობა არ აქვს რას ვებმევით მშვიდობა, ხო? 7 ვებმევით, 9 დებას ვებმევით თუ 20 ნებას, ხო? ყველგან ნება არის. ესე იგი, ნახეთ, საინტერესოა. ჩემი ნება, ღვთის ნება, თამარის ნება, 20 ნება, 7 ნება, თავნება, ხო, აი თავნება, ნახე, საინტერესო სიტყვა, თავნება და ნეტა საინტერესო, აი ეხლა ნებასთან მივედით, ნება. კარგი. ეხლა ნახე რა ხდება. თავნება ადამიანი ის, ვისაც თავისი ნება აქვს, ხო? თავნება. ეხლა ღვთის ნება. ღვთის nebაც არის. მაგას რა ეწოდება ქართულად? განგება ეწოდება. განის გება. ხო, განგება ეწოდება მაგას. ეხლა მივედით, სად მივედით? თამარის nebastan, ხო? თამარის nebastan, ეხლა რა თქმა უნდა, მე-12 საუკუნეში თამარმა რო გადაწყვიტა, რომ გაიხსნება ეს აკლდამა მაშინ, როცა სიტყვა მივა მასთან, ხო?
მაშინ მისი ნებაც იყო სადღაც ჩარეული, ასე რომ თამარის ნებაც უნდა გავითვალისწინოთ. ესე იგი, თამარის ნება, განგება და თავნება. ამას მოყვება ოცნება, იმიტომ რომ ოცნებაა დღეს ჩვენი წამყვანი პარტია, ნებასთან მივიდივართ, ესე იგი, ოცნება და კიდევ რა ვთქვი? ცხრასთან იყო კიდე კავშირში, მოიცადე? ცხონება. ხო. ცხონება. აჰა. თუ ცხონება გინდა, მაგალითად, ნებასთან მივიდივართ. ცხო, რა ცხო, ნება ცხო. ვინ ცხონება? განგებამ ცხო ვიღაცას ნება, ხო? ვის ცხონება? თავნებას, ხო? აი ესე გამოდის. თავნებობა თურმე არ ყოფილა ცუდი, ითხოვეთ და მოგეცემათო, ნებაა ჩემი, რომ გაიხსნა საკლდამა. თამარის nebაც თუ არის, ის ცხონებულია მაშინ, ხო? ნება მისცა, ესე იგი განგებამ, რომ აცხო ნება. ცხონებული თამარი თავნება თამარს 20 ნებით განგებით დაანებებს, ანუ დაანებებს, ასე დასთან მივდივართ რა და ნებასთან. დაანებებს, კიდე ნება რა შეურევია? ნება. რას დაანებებს? ცხონებული თამარი განგებით თავნება თამარს დაანებებს ოცნების მეშუეობით რას? ნებას. რაღაცის ნებას. რა ნებას, აბა? გახსნასთან რა ნება კავშირდება? აბა დამეხმარეთ, ხალხო, ქართველები ხო ხართ? იქნებ მე არ მახსენდება და თქვენ გაგახსენდეთ ქართული ტერმინოლოგია. რაღაცის ნებას. ეხლა ეს ნება უნდა უკავშირდებოდეს, ეს სიტყვა უნდა უკავშირდებოდეს გახსნას, აკლდამის გახსნას და ნება უნდა იყოს შიგნი მოთავსებული, აბა სიტყვა თუ გაგახსენდებათ რამე. დილა მშვიდობისა. აინებას, ნება. აბა ნებაზე რა სიტყვები არსებობს? ქონება. ქონებაც ხო? საინტერესო სიტყვა ეგ ქონება. ცხონება, ქონება. ქონებას ქანი და ონის ნებას დაანებებსო. კარგი. მისი ქონების მონობაც არსებობს, მაგრამ ის ნობა არის. მონება. მონებაც არსებობს. გასხივოს ნებას, ხო? ხო, მივდივართ ახლოს, ესე იგი, ნახეთ, ეხლა დავიწყოთ ახლიდან ისე. მრავალჯერ გავიმეორეთ, რომ დაახლოებით აზრი გავიაზროთ. ცხონება, ანუ თამარის ცხონება, განგებას დაანებებს თავნებას გასხივოს ნებას. სიამოვნებაც არის, ხო? სიამოვნებაც არის, მეცა მაგასაც ჩავსავ. ეხლა ოცნება სიამოვნებით განებებს გახსნა. გახსნაში აბა რომელი სიტყვა ნებით, რომელი სიტყვა შეიძლება შევათავსოთ? მოიცა ჩავწეროთ, რომ დამავიწყდება ხალხო. გახსნაში რა ნება ურევია, აბა? ანება, განება, ვინება, ჩინებას, გამოჩინებას. ოცნება სიამოვნებით, ისევ ნებით უნდა დამთავრდეს ყველაფერი. ოცნება სიამოვნებით, რა ვთქვი? რაღაცა ვთქვი, ახლა დამავიწყდა. რა სიტყვა ვთქვი ახლა წეღან? და როგორ დამავიწყდა? შემახსენეთ ახლა წეღარა სიტყვა ვთქვი. ოცნება სიამოვნებით
განებებს გამოჩინებას. კარგი. ოცნება სიამოვნებით განებებს გამოჩინებას დავწერეთ უკვე ერთი. აი ნახეთ 9 სიტყვა ნებაზე რომ თავდება რაღაცა წინადადებას წარმოქმნის. ეხლა მე მჭირდება პასტა და ფურცელი, კალამი და ფურცელი. აგერ მაქვს აქ მაქვს. დავწეროთ ეხლა მეგობრებო, ძალიან საინტერესო რაღაცა იხსნება. მივიდივართ თამარის აკადემიასთან, მივიდივართ. ხსნით. ესე იგი აქ არის ასეთი რა. ჩვენ ეხლა ნებებზე ვსაუბრობთ, ხო? ნება. ესე იგი დავწერ. ნება. ხო იცით რა არის ნება? ნება, ესე იძახიან ხოლმე დუშეთში. ნება, ცხონებული, განგება, განგებაში ნება არ არის. განგებაში ნება არ არის. განგება არის. აგება არის და არა ნება. დანებება, ხო? ნება, ძიმე, ცხონებული, ანებებს, ეს წავშალოთ, ანებებს, თავნება, მოიცადე ერთი წუთი წავშალო, თავნება, ესე იგი, ნება, ცხონებული, ანებებს, თავნება, თამარს, კიდე რა იყო? ცხონებული, ანებებს, თავნება, თამარს, მოცვის ჩაი მიიღე ხშირად აზროვნებისთვის კარგია, კარგი, გავითვალისწინებ. ეხლა აქ რა იყო? სადღაცა ნებასთან მივდივართ, ოცნების, თამარს, გაღებასო, ხო? რაღაცა ვთქვით. გასხივოსნებას, ხო? გასხივოსნებას. ანუ სხივოსნებასო. სხივის ო არის, იცით, ონი არის და ონის მზე არის, ხო? მზეს კიდე სხივები აქვს, ესე იგი გასხივოსნებას ანებებს, ხო? ანებებს თამარი, ცხონებული თამარი, თავნება თამარს. აი ესე ვთქვათ, რომ გამოვიყოთ ერთმანეთისგან, ოდნავ და ოცნება, უფრო სწორედ, მეორე წინადადება დაიწყო. ოცნება, სიამოვნებით, სიამოვნებით, ანუ სია, მოვედი, ანუ მოվել, მოვინ, ნებით, ანებებს, უფრო სწორედ ანებებს არ იყო, სხვა სიტყვა გქონდა ნებასთან დაკავშირებით. ოცნება, სიამოვნებით, ნებას რთავს. მოდი ესეთ ნება წინ დავაყენოთ ახლა. ნებას რთავს.
გამობრძანება ხო მოიცა გამოძრანება კიდე წინ რა იყო რაღაცები ნებას რთავს ქონების გამობრძანებას კარგი ავაწყეთ ანებებს მაგრამ ეს ანებებს უკვე თამარს მივაკუთვნეთ ანებებს თავნება თამარს გასხივოს ნებას ოცნება სიამოვნებით ნებას რთავს ქონების და ქონების რაღაცას მოიცა ბოლოს რა დამიწერეთ გამობრძანებას გამობრძანებას მოდი აბა ნახეთ ყველაფერი ნებაზე მთავრდება მეგობრებო ნება უნდა იყოს ღვთისა იყოს ნება შენი ხო იყოს ნება შენი უფალო ეხლა აბა რა ნება იყოს უფლისა ნება ცხონებული ანებებს თავნება თამარს მოდი ეს ავიტანოთ მაღლა აი ეს თამარი ავიტანოთ მაღლა ცხონებული თამარი ანებებს თავნება თამარს გასხივოს ნებას ანუ ოს ნებას ანებებს გესმით ოს ნება არის მეგობრებო აი ეს ნახე შემსვლელი და გამსვლელი კარი აი ამ ოში რო შევალთ იქ დაგხვდება ვიე აი ეს ვიე კიდე უნი არის აქ არის ონი და აქ არის უნი და თუ წავიკითხავთ მარჯვნიდან მარცხნივ უნიონი გამოდის აი ეს უნი ონი დავატრიალოთ ბორბალი აი ახლა საათის ისრის მიმართულებით კარგი წავედით ოს ნებას ანებებს ხო გასხივ ოს ნებას ანებებს შემდეგ მოდის ოცინებაც ოცნება სიამოვნებით ანუ რაღაცა სია აქვს მას რომელიც უნდა მოვიდეს სიამოვნებით ნებას რთავს ნებართვას მოდი ეს გადავაკეთოთ ნებართვად ნებართვა ოცნები სიამოვნებით ნებართვას განებებს აი განებებს ხო ნებართვას განებებს ქონების გამობრძანების ოცნება სიამოვნებით ნებართვას განებებს ქონების გამობრძანების ნებართვას აი აქ ჩავამატოთ განებებს აი განიც ჩაემატა განგების მაგივრად განებებს ყველა ნება ჩარეულია კიდე რამე ნება დაგვრჩა ნებაზე კიდე რა არის რომ უნდა ჩავამატოთ ყველა ნება მოვათავსოთ მეგობრებო ამ უნიონში ყველა ნება იმიტომ რომ თუ ერთი დაგვრჩა ის შეგვიშლის ხელს გამოგონებაც არის მოდი აბა გამოგონება აი გონება გონს რაება გამოგონება ანუ რაღაცას ვეძახით რომ გამოგონილი კი არ არის ვეძახით რომ გამოვიდეს თავისი ნებით ხო გამოგონება აი აქ ესე ჩავსვათ გამოგონება მოგონება გამოგონება მოგონებად გნებდება გამოგონება მოგონებად
რა ჩავსვათ აბა აქ ეხლა დამეხმარეთ წინადადების გამართვაში ნება უნდა იყოს ბოლოში ან წინ ნებდება ჩავსვით უკვე სადმე არა გამოგონება მოგონებად ნებდება კარგი გამოგონება მოგონებად ნებდება და ნება ნებართვა მივდივართ თანდათან ხსნით ესე იგი ინფორმაციას რა ნებართვა აბა გამობრძანება თქვით უკვე ხო გამობრძანება ავწერეთ კიდევ რა დანებებაც ჩავსვით ნებდება აი აქ დანებდება გამოგონება მოგონება მოდი პირიქით გადმოვაწერეთ მოგონება გამოგონებად ნებდება იმიტომ რომ ეს ხო მოგონებაა თამარის წინ გადმოვიტანოთ მოგონება გამოგონებად ნებდება ანუ რაღაცა მოგონება ახალ გამოგონებად ნებდება და ნებართვა განიცემა ნებართვა გაიცემა ხო გაიცემა ნიშნავს განიცემა ეს ძველი ქართულით განიცემა მაგრამ აქ ნება სად არის განიცემაში ნება არ არის ცემა არის მოდი წავშალოთ ეს განიცემა და ჩავსვათ სხვა რამე გამობრძანება გონება ინება მრავალხმოვანება ეს კარგი იქნება მოგონება გამოგონებად ნებდება ესე კარგია მადლობა თამარ მოგონება გამოგონებად მრავალხმოვანდება მაგრამ იქ д ემატება არა მრავალხმოვანება მოგონება მრავალხმოვანებით გამოგონებად ნებდება აი ეს ჩავსვათ იმიტომ რომ მრავალხმოვანებით არის ბევრი ამბობს ამას ბევრის ნება ხო კარგი ესე მოდი ახლიდან დავწერთ ესე იგი აქ ეს არ გადავშალოთ ჩავამატებ მოგონება მრავალხმოვანი მოგონება მაგრამ მრავალხმოვანებაში მოგონება მრავალხმოვანებად გამოგონებად ნებდება მრავალხმოვანებით გამოგონებად ნებდება ნებართვა გეძლება მაგრამ ნებათი უნდა შევცვალოთ აბა გეძლება რითი შეიძლება შევცვალოთ რომ შეგონება ნებართვა ჩავწერეთ ხო მაღლა ნებართვა ჩავწერეთ კი აქ კიდე შემოვიდა ახალი ნების სიტყვა შეგონებით შეგონებით კაი მოდი აბა ერთი წუთით შეგნებაც არის შეგნებაც ნებართვა შეგნებით ნებართვა შეგნებით მიგნებაც არის კაი ნებართვა შეგნებით
მოიგონებს, მოგონება გვაქვს. ნებართვა შეგნებით მიაგნებს, ნებართვა შეგნებით ინებეთ. ნებართვა შეგნებით ინებეთ. კარგი, ესე დავწერ, იმიტომ რომ აქ უკვე ვიღაცა ბრძანებას გასცემს, ხო? და ნებართვა შეგნებით ინებეთ. ნებართვა შეგნებით ინებეთ. მიგნებით გონება ჩავწერეთ? გონება კი. გონება ჩავწერეთ. ცდუნებით. ცდუნება ცხო არის. მიგნებით ცდუნება მონდება. მიგნებით ცდუნება მონდება. ცდუნება უნდა დავამონოთ, მოკლედ რა, ესეთი რაღაცა და დამონება. მიგნებით. მოდი, ესე ვთქვათ, ცდუნება მიგნებით მონდება. დაემონება. ცდუნება მიგნებას დაემონება. ხო? ცდუნება მიგნებას დაემონება. არ გამოვრიცხეთ, უბრალოდ ინტეგრაცია მოვახდინეთ აი ამ მონობის. დაემონება. ყველა ნება საჭიროა, ყველა ნება. ოღონდ ისე უნდა წარვადგინოთ, რომ რაღაცა საინტერესო გამოვიდეს აქედან, ხო? ბოროტი არ გამორიცხა ქრისტემ, ის თავისში დაიტოვა და უბრალოდ მას ტრანსფორმირდა მისი არსი. ტრანსფორმაციაში მოიყვანა, ასევე ჩვენც უნდა მოვიყვანოთ ყველა სიტყვა ტრანსფორმაციაში. კარგი, ახლა გამოვიდა ესეთი წინადადება. იყოს ნება შენი უფალო, ხო? და ნებაზე ვსაუბრობთ ახლა. ნება, ცხონებული, ანებებს, თავნებას, თამარები მოდი გამოვრიცხოთ სრულიად, თამარები წავშალოთ. თავნებას, გასხივოსნებას, ოცნება სიამოვნებით ნებას რთავს, ნებართვას განებებს ქონების გამობრძანებაზე. მოგონება მრავალხმოვანებით გამოგონებად ნებდება. ნებართვა შეგნებით ინებეთ. ცდუნება მიგნებას დაემონება. მიძინება. მივედით მიძინებასთან, ნინო რა მაგარი რაღაც გამეხადა. შენება. შენებაც მიძინება. შენებაზე გადავედით. კაი, დავიწყოთ ახალი წინადადების წარმოთქმა. მიძინება. მიძინება და შენება. უნებართვოც არა გვაქვს, ხო? ნებართვა გვაქვს, მაგრამ უნებართვა არა გვაქვს. უნებართვა მიძინება. წავედით. უნებართვო მიძინება შენებით შენებით
რაღაცა სიტყვა მოდის გავანება, ავანება, წავანება, თავანება. უნებართ რომ იძინება შენებით, ანუ შენნებით ზიანდება ხო არის? ზიანდება. უნებართ რომ იძინება შენებით ზიანება, შვენება, შვენდება. შვენებად. უნებართ რომ იძინება შენებით მშვენებად შვენებად თავნება გქონდა უკვე ლალი. უნებართ რომ იძინება შენებით მშვენებად მეც რა მომწერეთ განიბანება. გზია მაგარი სიტყვა მომაწოდე განიბანება. განიბანება. იუჰუ! ხალხო, რა მაგარი რაღაცა გამოვიდა, გვესაუბრა ახლა ზეციდან სიტყვა, პირველი სიტყვა, რომელიც თავდაპირველად იყო, წინადადება. მე მგონი დასრულდა, შეიძლება ახლა განქორწინება, ქორეინება. განქორწინება. აჰა, განქორწინება, განქორწინება, ეგეც მივამატოთ? მაშინ მივამატოთ, კარგი იყოს დაქორწინება, განქორწინება. ის ხო არის საზლოს ხო ელოდება ქრისტე? ხო, კარგი, მაშინ ესე ვთქვათ. განქორწინება, ქორწინებით განქორწინება, ქორწინებით რას შვება? განქორწინება, ქორწინებით იცვლება, მაგრამ აბა ნება სიტყვა ნებით, ბრუნდება, მაგრამ ბრუნდებაში არის დაბრუნება, ხო? დაბრუნება არ გვაქვს, ხო? ვაუ, ბრუნდება, ბრუნასთან ვიდივართ ნინო. რა მაგარი რაღაცები გამოდის, ხო? მე თორეებს აკეთებ ყმერთო. განქორწინება, ქორწინებით დაბრუნდება. დაბრუნებით მოდი, განქორწინება, ქორწინებით დაბრუნებით დასამთავრებელია წინადადება. მოიცა, აბა ChatGPT-ს ვკითხოთ ნებაზე რა სიტყვები არის. ახლა აბა კითხეთ ChatGPT-ს რა სიტყვებია და რომელიც არ განქორწინება, ქორწინებით, დაბრუნებით ბზინებაც ხო არის, ბზინებაც. მეორე მოსალსთან რა სიტყვებია კიდე დაკავშირებული თვითონ ნებასთან დაკავშირებით. ქორწინების დაბრუნებით დავანდება. განქორწინება, ქორწინების დაბრუნებით დავანდება. მაგარი ხარ.
კარგი, შევა დაბრუნებით დავანდება, მაგრამ ნდ-ება უნდა გადავაკეთოთ ვანდება. დაბრუნებით ვანდება. დავანება, ხო? ქორწინება დაბრუნებით. განქორწინება, ქორწინებით და ბრუნებით. გამონებდება. გამონებდება? კარგი, გამონებდება. გამონებდება. ეს გამონებდება, ისე მონაურევია, შეგინდა რაღაც არ მომწონს, შევასწოროთ. გვევლინება. გაიხარე, ნინო. გამონებდება წავშალე ახლა. გვევლინება. გვევლინება. გველიც გამოვასწორეთ. და გამონებდება. აჰა, აქ ჩაუწოროთ გამონებდება თვითონ გველი. კარგი. ეს გამონებდებად ჩავაწეროთ. განქორწინება, ქორწინებით, დაბრუნებით, გვევლინება და გამონებდება. გმონდება. გნებდება. შო, გნებდება, ვინ გნებდება, გველი გნებდება. ჩავარტყეთ თავში. ესე. გვევლინება, გამონება, ხო? ეს თვები ავიციოთ ახლა. ყველაფერი კარგია და წავიკითხოთ რა დაიწერა. კარგით? განებდება, წავიკითხეთ უკვე. იყოს ნება შენი, უფალო. ნება, ცხო, ნებული. ნებებს, თავ ნებას, გასხივ ოს ნებას, ოც ნება სიამოვნებით, ნებას რთავს კი არა, ეს გადავხაზოთ. ნება რთვას, განებებს, ქონების, გამობრძა ნებას. ანუ ქონების გამობრძანებას. ქონება ეს ერის ქონება არის, ხო, თამარ მეფის ქონება. გამონება, უпроსტად მოგონება, მრავალხმოვანებით გამოგონებად ნებდება. ნებდება გავიმეორეთ. ეს შევცვალოთ. ნებდება. ნება რთვა შეგნებით ინებეთ. ცდუნება მიგნებას დაემონება. უნებართვო მიძინება შეგნებით შენებით უბრალოდ შენნებით მშვენებად განიბანება. განქორწინება, ქორწინებით და ბრუნებით გვევლინება. გნებდება, წავშალოთ და აგნება. ნება უკვე დაწერილია. შესვენება. შესვენება დაგვავიწყდა. ეხლა ექსად ჩავსვათ, აბა.
გემოვნება. შესვენება და გემოვნება. შესვენებული გემოვნება. გავაგრძელოთ. შესვენებული გემოვნება. ხუნება. ხუნებად, ანუ გახუნება, ხო იცით, გახუნდება. გახუნდება, არის გადავა. შესვენებული გემოვნება. შესვენებული გემოვნება, ან გემოვნება არის შესვენებული, ახლა რო ვთქვათ რა. დაპაუზებულია ერთი. შესვენებული გემოვნება, ხუნებად. გვენება. შესვენებული გვენებაც გვევლინება წერია, მაგრამ გვენება. შესვენებული გემოვნება, ხუნებად გვენება. გვენებოს. გვენებოს. უпроსტოდ გვენებოს. ეს უკვე ძახილის ნიშანია, ანუ განცხადებაა. გემოვნება. აბა კიდე რა გაგახსენებათ ნებაზე, ხალხო რა. მაგარი წინადადება აეწყო. წავიკითხოთ კიდე? ღმერთი სამობითაა, ხო? მოდი. იყოს ნება შენი. ოსნება. ტყაოსნება. ვეფხის ტყაოსნება. მოდი ესე დავარქმევ ამას ვაფშე რა. იყოს ნება შენი კი არა. ვეფხის ტყაოსნება დავარქვათ ამას. ვეფხის ტყაოსნება. იყოს ნება შენი. უფალო. ნება ცხონებული. ანებებს თავნებას გასხივ ოსნებას. ოცნება სიამოვნებით ნებართვას განებებს ქონების გამო ბრძანებაზე. მერე მოგონება მრავალხმოვანებით გამოგონებად ნებდება. ნებართუა შეგნებით ინებეთ. ცდუნება მიგნებას დაემონება. უნებართვო მიძინება შენებით შუენებად განიბანება. განქორწინება ქორწინებით და ბრუნებით გვევლინება. შესვენებული გემოვნება ხუნებად გვენებოს. ინება. ჩავწეროთ ბოლოს ინება. ხო არის ანება, დაანება და ინება. ვინ ინება? ახლა ჩვენ ვნახოთ ვინ ინებებს ამას. რა, ყველა მინება. ცემინებაც არის, ცემინება, დაცემინება, ხო? დაცემინება. იმიტომ არის რომ დაცემინება ამტკიცებსო. დაცემინებამ ინება. მოდი ესე ვთქვათ. დაცემინებამ ინება. ოკეი. ხედავთ ხალხო საიდან არის ადამიანი ამ აზრზე მოსული რომ როცა აცემინებ, ესე იგი ამტკიცებო და აი თურმე აქედან არის ეგ. აქედან. რომ ბოლოს აგერ დაცემინებამ ინება დავწერეთ. ხო. მე ესე მგონია რომ ეს ოდესღაც ვიღაცას გაუკეთებია და აქედან წამოვიდა ეს დაცემინება, რომ ამტკიცებს ამ ყველაფერს რა, ეთანხმება. ხო. ვაუ, ძალიან მაგარია. დღეს რა რიცხვია ხალხო? მითხარით 28. 24 მაისი
თუ ჯერ აპრილია. აპრილი 2026 წელი. აჰა, ეკოლოგია და მიწად გადანაწილება აქ მიწერია და მოდი ეკოლოგია და მიწად გადანაწილება შეიძლება იყოს რამე კავშირში ამ თემასთან. დავტოვებ. მოეფინება. მოეფინება არ გვიწერია, ხო? მოეფინება აქ კარგი, აი აქ სადღაცა შევცვალოთ სიტყვა. მრავალხმოვანებით მოგონება გამოგონებად მოეფინება. ნებდება აი აქ მოეფინება. იმიტომ რომ ნებართვა, ნებდება სადღა კიდე. განქორწინება, ქორწინებით, ბრუნებით, გვევლინება და ნებდება. მაშინ აქ დავდი. და ნებდება. ბუნება. უი დედა. ექვსი დაგვავიწყდა. ბუნება. სად ჩავამატოთ ახლა? კაი. ცხონებული ანებებს. მოდი ესე ვთქვათ მაშინ, ცხონებული ბუნება. ცხონებული ბუნება. ცხონებული ბუნება ანებებს თავნებას, გასხივ ოსნებას, ოცნება სიამოვნებით ნებართვას განებებს, ქონების გამობრძანების. მოგონება მრავალხმოვანებით გამოგონებად მოეფინება. ნებართვა შეგნებით ინებეთ. ცდუნება მიგნებას დაემონება. უნებართვო მიძინება შენებით მშვენებად განიბანება. შენებით მშვენებად განებანება. განქორწინება ქორწინებით დაბრუნებით გვევლინება და ნებდება. შესუენებული გემოვნება ხუნებად გვენებოს. დაცემინებამ ინება. შესვენებული. მოდი ესე ვქნათ. ნება ცხონებული შესვენებული ანებებს. შესვენებული მობრუნება გვიწერია, აი დაბრუნებით. მაშინ ესე დავარქვევ, მობრუნებული ვეფხის ტყაოსნება. სათაურად, მობრუნებული. მობრუნებული ვეფხის ტყაოსნება. კიდევ გვაქვს რამე ნებართვა. ეხლა ამას გადავწერ. აი ესე, რომ სუფთა ფურცელზე დავინახოთ რა ხდება. დღეს არის 24 აპრილი. 2006 წელი არის. 2026-ია უკაცრავად. კარგი, ეხლა ვნახოთ. მობრუნებული ვეფხის ტყაოსნება.
ვეფხის ტყაოს ნება მოჩვენებითაც შეგვიძლია ჩავსვათ. კარგი, სად ჩავსვათ ახლა მოჩვენებით ისე რომ ცუდად კარგ კონტექსტში. კარგი, მოჩვენებით. მოგონება მრავალხმოვანებით გამოგონებად მოჩვენებითი მოგონება. მოჩვენებითი მოგონება მრავალხმოვანებით გამოგონებად მოეფინება. ჩავსვით. დიდი მადლობა. რია. წავედით. ახლა თქვენ მომაწოდეთ ეს ნებაზე სიტყვები და თან ავაგოთ რა ეს წინადადებები. კარგი. ეხლა იყოს ნება შენი უფალო. იყოს ნება შენი. იყოს ნება შენი უფალო. ნება ცხონებული. აღდგინება. კარგი. აღდგინებად შეგვიძლია ჩავსვათ. მობრუნებული ვეფხის ტყაოს ნება ნების. აღდგინება მობრუნებული ვეფხის ტყაოს ნების. აღდგინება. შენება ჩავსვით, ხო? ჩავსვით. აგერ ჩავსვით საათ იცი? შენების. უნებართო მიძინება შენებით მშვენებად განიბანება. შენებით, ანუ რაღაცის შენებით მშვენებად განიბანება. კარგი. ნება ცხონებული. ცხონებული. ბუნება. მოლივლივდა მოზევდა ნებართვა, ხო? ბუნება ანებებს ანუ ასნებებს, გესმით? ანებებს თავნებას გასხივ ოსნებას. მოთმინება როგორ დაგვავიწყდა, მოთმინება ჩავსვათ. ეხლა სად ჩავსვათ? მოდი, აბა. დაბრუნება დავწერეთ, ხო? მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენი, ხო? იყოს ნება შენი უფალო. მაშინ ესე მივაწეროთ იქ უფალს, როგორ მოთმინებითა იყოს შენი ნება უფალო. ესე იყოს ნება შენი. მივაწეროთ უფალს, ხო გვეუბნება, დაუბრუნოთ ახლა. დაბრუნებას ჩავწერეთ. მოთმინებითა იყოს ნება შენი უფალო. მოთმინებითა იყოს ნება შენი უფალო. შეგნებად დავწერეთ. მე მგონი დავწერეთ შეგნება, არა? შეგნებით, კი. ესე იგი ნება, ცხონებული, ბუნება, ანებებს, თავნება, გასხივ ოსნებას, ოცნებას იამოვნებით. წავედით. ოცნება სიამოვნებით ნებართვას გვანებებს.
რთვას გვანებებს ქონების გამბრძანებაზე ოცნება სიამოვნებით ქონების გამბრძანებაზე მაშინ ზემოთ დავწერთ ქონების გამბრძანებისთვის ოცნება სიამოვნებით ნებართვას გვანებებს. Yes. ძალიან მაგარია, იმართება თანდათან, მართა, ნება, ასე ამბობენ ხოლმე ნელას თანდათანობის მაგერ. კი, მაგიტომაც დავწერე ეგ. მოჩვენებითი გამოგონება, მრავალხმოვანებით გამოგონებად მოეფინება. Yes. ნებართვა შეგნებით ინებეთ. მანამდე ვინც ახალი მიყურებთ, ნებაზე რაც კი სიტყვა გვაქვს, ჩამიწერეთ. ნებართვა, აი გაიცემა ბრძანება. ბრძანება არა გვაქვს ჩვენ. ბრძანება. ნებართვა, შეგნებით ინებეთ. ნახე. მოჩვენებითი გამოგონება მრავალხმოვანებით გამოგონებად მოეფინება. ბრძანება, ნებართვა, შეგნებით ინებეთ. ცდუნება მიგნებას დაემონება. ცდუნება რას დაემონებაო? მიგნებას დაემონება. უნებართვო მიძინება შენნებით შვენებად განიბანება. უნებართვო მიძინება შენებით შვენებად განიბანება. შვენებად განიბანება. მერე განქორწინება, ქორწინებით, ბრუნებით, დაბრუნებით და ბრუნებით გვევლინება. და ნებდება.
შესვენებული გემოვნება ხუნებად გვენებოს დაცემინებამ ინება რუდუნებით ეს რას ნიშნავს ნეტა რუდუნებით მე ზუსტი მნიშვნელობა ამის არ ვიცი რუდუნებით აი ახტაცებით რუდუნებით დაცემინებამ ინებოს Yes! შო აჰა გამოვიდა მთელი დავთარი აჰა ნახეთ რუდუნებით დაცემინებამ ინებოს კარგი ან მოწიწებით დაცემინებამ ინებოს კარგით აჰა ნახეთ ახლა წინადადება გამოვიდა ნება ყოფლობით და აქ რაღაცა კიდე ნებისმიერი ნებაყოფლობით აღიყვანება ნებისმიერი არა გვაქვს ჩვენ ნებისმიერი კარგი სიტყვაა აქ სადღაც ჩავამატოთ მოდი აბა დავიწყებ აღდგინება მობრუნებული ვეფხის ტყაოს ნების მოთმინებითა იყოს ნება შენი უფალო ანუ მობრუნებული ვეფხის ტყაოს ნების აღდგინება შეგვიძლია ეს ჩამოვიტანოთ აღდგინება აი აქ შეგვიძლია ჩამოვიტანოთ კარგი ნება ცხოვნებული ბუნება ნებებს თავნებას გასხივ ოს ნებას ქო ნების გამობრძა ნებისთვის ოცნება სიამოვნებით ნებართვას გვანებებს აქ რა იყო რა სიტყვა რუდუნებით არა რაღაცა სიტყვა იყო კიდე მოწიწებით კი არა ნებისმიერი ნებაყოფლობით აღიყვანება ხო ნებისმიერი და აღიყვანება მოიცა ამოვიწერო ნებისმიერი და აღიყვანება და ჩავემატოთ ნებისმიერი აღიყვანება კარგი აჰა მოდი ნება ცხოვნებული ბუნება ნებებს თავნება ნებისმიერ თავნებას ნებისმიერ თავნებას გასხივ ოს ნებას ქო ნების გამობრძა ნებისთვის ოცნება სიამოვნებით ნებართვას გვანებებს მოჩვენებითი გამოგონება მრავალხმოვანებით გამოგონებად მოეფინება ბრძანება ნება რთვა შეგნებით ინებეთ ცდუნება მიგნებას დაემონება და აღიყვანება ცდუნება მიგნებას დაემონება უნებართვო მიძინება აღიყვანება შენებით შვენებად განიბანება უნებართვო მიძინება აღიყვანება შეიძლება ვთქვათ ესე
განქორწინება, ქორწინებით, დაბრუნებით, გვევლინება და ნებდება. განქორწინება, ქორწინებით, ქორწინებაში აღიყვანება? ესე ხო არ დავწეროთ. ბრუნებით, გვევლინება და ნებდება. ხო, ეს და წავშალოთ აქ. განქორწინება, ქორწინებით. განქორწინება, ქორწინებაში, აღიყვანება. დაბრუნებით, გვევლინება და ნებდება. განქორწინება, ქორწინებაში, აღიყვანება, დაბრუნებით, გვევლინება და ნებდება. შესვენებული, გემოვნება, ხუნებად, გვენებოს, რუდუნებით, დაცემინებად, ინებოს. რუდუნებით, დაცემინებამ, ინებოს. კიდე რამე ხო არ გამოგრჩა? გამოფრწყინება, ამოფრწყინება, გაფრწყინება, ფრწყინება. არ დავწერეთ გამოფრწყინება? გათენება. ხო, გათენებას დაგვავიწოთ. ხედავ რამდენი სიტყვები ქონია. ინებოს. თენება, გათენება, გამოფრწყინება, ზრუნება, რაღაცა ზრუნება არის ესეთი? აბიბინება. აბიბინება. აბიბინებული. კარგი. აბიბინებული მზე არ არის. მზე გამობრწყინებული. გათენება, თენება, მოდუნება. მოდუნება. აი, რამდენი სიტყვა გამოგხსენია. მოდუნება. მოდუნებული. მოდუნებული, მოვლინება. მოვლინება დაწერილი გვაქვს ვლინდებაში. ვლინდება. აი აქ ძუნება, მიგნებას დაემონება, უნებართო, მიძინება, შენნებით, მშვენებად, განიბანება, განქორწინება, ქორწინებით, აღიყვანება, დაბრუნებით, გვევლინება. აი, მოვლინება არის გვევლინება. და ეს მოდუნებული კარგია და მოვლინება კიდე გამოფრწყინებული, არა გვაქვს და კიდე განათებული. განათება. მოდუნება, მოვლინება, გამოფრწყინება, განათება. აი ესენი უნდა ჩავამატოთ ახლა. ახალი წინადადება შევქმნათ და დავიღალე მაგალითად. მაგრამ ბოლომდე მივიყვანოთ უკვე, კარგი. რუდუნებით და რუდუნებით. შეიძლება ვთქვათ მოდუნებული რუდუნებით? მოდუნებული რუდუნებით დაცემინებამ, ინებოს. გაცინებული.
გაცინებულიც არა გვაქვს, გაცინებული. რაზე ვსაუბრობთ რუსა? ნებაზე, ნებაზე ვსაუბრობთ ახლა და ყველაფერი რაც ნება შეიცავს თვითონ სიტყვა, ყველა სიტყვა რაც ნებას შეიცავს, იმ სიტყვებით ვაღდგენთ წინადადებებს და რაღაცა საუბრობს რა. ნებელობა. ნებელობა. ნებელობითი რუდუნებით, რუდუნებით დაცემინება მინებოს. მერე წავიდა მოდუნებული მოვლინება გამობრწყინებულად მოიცა გაცინებული მოვლინება გამობრწყინებულად მოდუდუნებდეს კაცი გაცინებული და გაღიმებული გაცინებული უფროა გაღიმებულში მე არის გაცინებული მოვლინება გამობრწყინებული ვიზე განათებაში ნება არ ურევია განათებაში ეს გადავხატე გამობრწყინებულად გაცინებული მოდუნება გამობრწყინებულად მოდუდუნებდეს ვნება არ ჩაგვიწერია ვნება ხო ვნება არის აქ დაგვრჩა ახლა ვნება დაგვრჩა მოდუდუნებდეს ვნება უვნებლობდეს მოდუდუნებდეს ეხლა ვისურვოთ ვნება უვნებლობდეს აჰა მოდუდუნებდეს ნახე ვნება უვნებლობდესო ვ გადავაქციეთ ისევ უთს ხტებით რა ხდება აქ ვაფშე რა ხდება სიტონებო ხო გადაიქცა ვთ მაგალითად მეშვეობით იყო ადრე და ეხლა არის მეშვეობით ხო ეხლა გადავაქციოთ ისევ ვ უთს ვნება უვნებლობდეს კი წერტილი და მორჩა ვნება უვნებლობდეს დაუბრუნდით უკან აი ეს ახლა აქ გავაკეთოთ ესეთი რა ეს არის უნი და ეს არის ვიე და ეს არის უკვე უნი
შესული ვარ შიგნით. გადავათეთრე. ეს იყო აი ესე დაიხაზა, ხო? ამას მაინც დავტოვებ. არსად არ გადავაგდებ. აი აქ მთლიანად ეს სქემა არის. ეხლა რაც გავაკეთეთ, შევედით უნიონის კარში, ვიე შევიყვანეთ ონში და გავსხივოსნდით. აი ეს არის უნიონი, გავერთიანდით. ეხლა რა ხდება? მობრუნებული ვეფხის ტყაოს ნების აღდგინება. იყოს ნება შენი უფალო, შეგვიძლია სუბოლოში გადავიტანოთ აქ. მაგრამ, მოდი, ესე გავაკეთეთ. აი ესე. აი ესე ჩამოვიტანოთ აქ. Okay, let's go. ნება, ცხონებული, ბუნება, ანებებს, ნების მიერ თავნებას, გასხივოს ნებას, ქონების გამობრძანებისთვის, ოცნება, სიამოვნებით, ნებას რთავს, გვანებებს. ნებას გვრთავს, ნებართვას გვანებებს. მოჩვენებითი, აი აქ მოჩვენებითი არა, უხო იქცა ეხლა, ვხო უთი იქცა, ახლა წერთ. მოჩვენებითი, გამოგონება, მრავალხმოვანებით, გამოგონებად მოეფინება. ბრძანება, ნებართუა, შეგნებით ინებეთ. ბრძანება გაცემულია. ნებართვა შეგნებით ინებეთ. ცდუნება მიგნებას დაემონება. უნებართვო მიძინება შენნებით შვენებად განიბანება. განქორწინება ქორწინებით აღიყვანება დაბრუნებით გვევლინება და ნებდება. რას ნებდება? და რას ნებდება? აი აქ რაღაცა უნდა ჩავამატოთ, რაღაცა ნება სიტყვა. თვით ნებას. თვით ნებას. თვით ნებას ნებდება. შესვენებული გემოვნება ხუნებად გვენებოს. ნებელობითი რუდუნებით დაცემინებამ ინებოს. გაცინებული აქ რა წერია? მოდუნება. გაცინებული მოდუნება გამობრწყინებულად მოდუნებდეს. ვნება უვნებლობდეს. და ეს ვქვით იყოს ნება შენი უფალო, ხო? მოთმინებითა იყოს ნება შენი უფალო. ეს მოგვაწოდეს დღეს ესე იგი ქართული სიტყვერებიდან სულიწმინდის არსმა, ანუ სიტყვამ, რომელიც თავდაპირველად იყო ნებისმიერი. აი ნებისმიერი. ეს არ დაგვიწერია ნებისმიერი, ხო? აი აქ უნდა ჩავსად. გვევლინება და ნებისმიერი ნებდება. თვით ნებას კი არ ნებდება. განქორწინება ქორწინებაში აღიყვანება დაბრუნებით გვევლინება და ნებისმიერი ნებდება. თვით ნებას კი არა. ნებისმიერი ნებდება. ოცი ნებას გავცდით, რამდენი ნება გამოვიდა.
უი, ეგ კარგი კითხვაა, ჩემო კარგო ნინო. მოდი დავითვალოთ, რამდენი ნება გამოვიდა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 39 40 41 42 43 44 45 46 47 კი, მიძინება იყო 47 ნება. მოდი 60-ზე ავიდეთ ბარემ და 60 ნება იქნება და 60 ნება-60-ებოც ეგ იქნება. 47 3 დავამატოთ კიდე. 3 დავამატოთ ხალხო. მოიცა, ეხლა. 60 ნებო. ეგ ერთი. სუთავში დავწერ 60 ნება. 60 ნება. ეგ ერთი და 2 დავამატოთ კიდე. რომ გამოვიდეს 60 ნება და არა 60 ნება. საოცნებო ეგერთი დაემატა. საგონებელი. საოცნებო საგონებელი. ეგ 2 დაემატა და 1-იც. კარგი, 1 ის თვითონ თავის 60 ნება იყოს. კურნება. კურნება არ გვაქვს მართალი ხარ. კურნება არ გვაქვს მართალი ხარ. კუ, სად დაგვავიწყე კუ? კუ დაგვავიწყდა ხალხო, სად ჩავსოთ ეხლა მოდი აბა მოვიფიქროთ კურნება. საოცნებო საგონებელი. ფუფუნება. მე მგონი ჩვენ 100-ზე ავალთ, იმდენი სიტყვები იქნება. ფუფუნება, ხო? მობრუნებული ფუფუნება. ესე დავარქოთ, მობრუნებული ვეფხისტყაოსნების ფუფუნება. ფუფუნება. მობრუნებული ვეფხისტყაოსნის ფუფუნება. ღირს ღმრთისნება. ღმრთისნება ეს საოცნებო სამოცნებო, ხო? საოცნებო საგონებელი. მოდი სამოცნებო საგონებელი. ესე დავარქვათ. სამოცნებო საგონებელი და იქ ოცნება ხო გვაქვს? ჩაწერილი ოცნება არის, საოცნებაში ოცნებაც წერია, ხო და ასე რომ შედგა 60 ნება. შედგა 60 ნება.
ასე რომ ჩემო კარგებო 60 ნებით აეწყო მთელი პოემა და ერთგვერდიანი პოემა. გინდა დავითვალოთ რამდენი სიტყვა? 60 სიტყვა სრულებით მე მგონი, თუ რაღაც 3-ით მეტი არა. ბრუნებული ხო? სოფ ბრუნებითო გვეუბნება აქ. განქორწინებული ქორწინებაში აღიყვანება და ბრუნებით, ანუ რუნებითო, გესმით? იმ რუნებით, ახლა ეს რაც ჩავწერეთ, ყველაფერი რუნებია. და ბრუნებით გვევლინება და ნებისმიერი ნებდება. აჰა, ბრუნებით, რუნები ყველას იმორჩილებს, ესე რომ ვთქვათ რა. Very nice, very nice, they are good, მომეწონა ძალიან დღევანდელი შედევრები. ეხლა ეს 3 დღის მერე რაღაცებს გაგვიხსნის მეგობრებო და ასე რომ დავაკვირდეთ რა მოხდება აწი. ჩვენ უკვე ყველაფერი გავმართეთ ამნებით და ნება და ყველაფერს ვიხილავთ. გაკოცეთ, ეხლა წავედი ავა თქვენი ძით. რუდუნებით რუდუნება, ეგ ჩავწერეთ კი. კიდე თუ რამე სიტყვა გაგახსენდათ, ჩაწერეთ აქ და მერე ვნახავ. ნებაზე. გაკოცეთ, ბედნიერ დღეს გისურვებთ დროებით. გემშვიდობებით.